გამემშვიდობის ცნობილი ამბების შემდეგ, რაც ჩვენ ქვეყანაში მოხდა ბოლო დროს, ყველას აწუხებს კითხვა, რა იქნება მომავალში. არსებობს ბევრი ჰიპოთეზა, ბევრი თეორია, ზოგი ამას ამბობს, ზოგი იმას. მეც დავჯექი და რაღაც ფაქტების გაანალიზების და ისტორიული გამოცდილებების შედეგად, გათვალისწინების შედეგად მოვიფიქრე სურათი თუ როგორი იქნება სამყარო 2020 წელს. წარმოგიდგენთ ჩემს მოსაწყვეტს. 2020 წელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისთან დაიბარებს რუსეთისვე პრემიერ-მინისტრს დიმიტრი მედვედევს. და ეტყვის, რომ 2026 წელს ზამთრის ოლიმპიადის სამასპინძლოდ სანქტ-პეტერბურგის კანდიდატურა ხო არ წარმოვადგინოთ. მედვედევს გაეღიმება და ეტყვის, სანქტ-პეტერბურგის თორე სოჩში ხო მაგრა ჩავატარებ. მოგეხსენებათ 2020 წელი არის ზაფხულის ოლიმპიადის წელი, საქართველოს მიიღებს მონაწილეობას იმ წელს ზაფხულის ოლიმპიადაში. სხვა სახეობებში არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ პლაჟის ფრენბურთში მე მგონი ყველა მონაწილე იქნება საქართველოდან. და ფინალში შესაბამისად ორი ქართული გუნდი გავა, საგა და რეჯო. მოუგებენ ჩხოროს და წყულს. და ჩემპიონატის ოლიმპიადის საუკეთესო მოთამაშედ ერთხმად დაასახელებენ რეჯოს. 2020 წლისთვის, რა თქმა უნდა, აქტუალური იქნება პოლიტიკური საკითხები. პოლიტიკური საკითხი გახდება ამ დროისთვის, ვინ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთში. და დიდი მსჯელობა იქნება, ეს უნდა იყოს უცხოელი, თუ ეს უნდა იყოს უცხოპლანეტელი. რაც შეეხება ჩვენს ირგვლივ, არასამთავრობო ორგანიზაციები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ აი ლუკაშენკო, ბელარუსის პრეზიდენტი, უკვე მეხუთე ვადით არისო პრეზიდენტი. და ეს თანამედროვე დემოკრატიისთვის მიუღებელია. ლუკაშენკო იტყვის კიდე, რომ რაღა ამომარჩიეთო კაცო, ეგ უყურეთო, ფიდელ კასტრო 110 წლის არისო და კიდე პრეზიდენტი არის. გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოთქვამს იმის შესახებ, რომ რუსეთი არ ასრულებს ბუშის შვილიშვილი ქსენია სობჩაკის შეთანხმებას. და არ გახყავს ჯარები სმოლენსკიდან. ამავე 2020 წელს რუსეთი აღიარებს, რომ ალა პუგაჩოვა უკვე 85 წლისაა და იგი ვეღარ აკმაყოფილებს ძერჟავის მთავარი სექს სიმბოლოს კრიტერიუმებს. ერთი კვირის შემდეგ იგივეს აღიარებს ნიკარაგუა. რაც შეეხება ცივილიზებულ სამყაროს, ამ დროისთვის მსოფლიოში აღარ დარჩება არც ერთი მოულელი მოხუცი. ამ საქმეს თავის თავზე მთლიანად ქართველები ავიღებ. საქართველოს შიგნითაც ბევრი რამ მოწესრიგდება, სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ ბევრად გამართულად. ამ დროისთვის საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება პირადობის მოწმობა. და ამით პირადობის მოწმობის კონთა რიცხვი გაუთანაბრდება ორენჯ ბარათის მფლობელთა რიცხვს. გაგრძელდება აღმშენებლობა ქვეყანაში, აშენდება ბევრი ახალი რამ, მაგალითად პარლამენტის წინ ქუჩის მეორე მხარეს, სადაც ახლა ჩვეულებრივი ღობეა, ამ დროისთვის აშენდება იაპონელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ულტრათანამედროვე ახალი, მაგრამ მაინც ღობე. ქართული გაზეთები განაგრძობენ წერას. ქართული გაზეთები შეინარჩუნებენ საკუთარ ხელწერას და შეგვეძლება წავიკითხოთ ასეთი რაღაცეები. ასავალ-დასავალ დაწერს.
დაუშვებელია დავით აღმაშენებლის ძეგლის ხაშურში გადატანა. იგი უნდა დავტოვოთ იქ, სადაც დგას იგოეთში. ლელა კაკულია. ვხედავ ნატოს დუშანბეს სამიტზე უფალი თავის ხელით გადმოგცემს მაპს. გაზეთი ალია. გლობალური დათბობის შედეგად ცოტა ხანში საქართველოს ისევ ორ ზღვას შუა მოექცევა. თბილისის ზღვასა და კუს ზღვას შორის. ამ დროისთვის ტელეეთერი სავსე იქნება ისევ რეკლამებით. ყველაზე პოპულარული იქნება ბალი კაცი. და ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი იქნება. საქართველოს პრეზიდენტი იქნება არ ვიცი, მაგრამ კობა დავითაშვილი იქნება ისევ ოპოზიციაში. გამოვა მიტინგებზე და გამოაცხადებს, რომ ჩვენ არასოდეს ვაპატიებთ ხელისუფლებას 7 ნოემბერს, 14 დეკემბერს, 6 თებერვალს, 21 აპრილს, 18 მაისს და 14 ივნისს.